არავის არ ეგონოს რომ მარადიულია ამ ქვეყანაში რამე. მარადიული არის მხოლოდ ღმერთი და სამშობლო და დანარჩენი ყველაფერი არის დასრულებადი დროებითი. საზოგადოების დიდი ნაწილი სკეპტიკურად იყო თქვათ აქციების მიმართ და აი ახლა ბოლო დღეებში ისევ განმეორდა თუნდაც 28 ნოემბერს და ახლაც და თქვენ რას ატყობთ როგორია მუხტი გაიზარდა მოქალაქეების რაოდენობა ვიცით ხომ იყო პერიოდი მით უმეტეს 4 ოქტომბრის შემდეგ რომ თითქოს შემცირდა ასე ამბობდნენ მოქალაქეები რუსთაველზე. თქვენ რას ატყობთ რა განწყობაა და მნიშვნელობაზე რა სიტყოდით ამ საპროტესტო აქციების? ნახეთ ყოველთვის არის ხოლმე საუბარი იმაზე, რომ ხალხი აღარ გამოდის. ხალხი, ანუ რას ქვია აღარ გამოდის. ყოველდღიურად არის საშინელი მდგომარეობა ამ ქვეყანაში. ფსიქოლოგიური, ფსიქიკური, ეკონომიკური, კულტურული, აბსოლუტურად ყველანაირი პოლიტიკური და ეს ბრაზი, ეს ბოღმა არსად არ მიდის, ეს გროვდება და აი ეს ყველაფერი აუცილებლად იფეთქებს 4-შიც ყველას ეგონა რომ ძალიან ცოტა ხალხი გამოვიდოდა. იქ ძალიან ცუდი მენეჯმენტი იყო, ძალიან ცუდად იყო ლოჯისტიკურად გამართული და საერთოდ არაფერი არ იყო გამართული. უბრალოდ მოლოდინები იყო ლიდერშიპში რომ იქით ამ ხრიდან ვიღაცები დაიხევდნენ უკან და ბიძინა ივანიშვილი თურმე გაქცევას აპირებდა და აი ეს იყო შეცდომა, თორემ იქ იმდენი ხალხი გამოვიდა რომ რავი ალბათ ორ ქვეყანაში ეყოფოდა ხელისუფლების ცვლილებას. მაგრამ არ მოხდა ასე. ამის შემდეგ 28 ნოემბერს ერთი წლის თავზე უწყვეტი პროტესტიდან ხო ნახეთ კიდევ რამდენი ადამიანი გამოვიდა. უამრავი ადამიანი გამოვიდა. ეს იმას ნიშნავს რომ პროტესტი არსად არ წასულა. შეიძლება ყოველდღიურად ხა ვის აქვს იმის ილუზია რომ ერთი წლის განმავლობაში იმდენი ხალხი უნდა გამოდიოდეს თურმე კარგი იქნება რომ გამოდიოდეს და აღარ იშელებოდეს მაგრამ ერთი წლის განმავლობაში ეს ხალხი ერთ ადგილზე უნდა იდგეს და ყოველდღე რუსთაველი უნდა იკეტებოდეს და ამით გაიზომება არის თუ არა პროტესტი საზოგადოებაში? საზოგადოებაში პროტესტი ყველა მხრივ არის. აი რომ ნახოთ მაგალითად თუნდაც ემიგრაციაში რა ხდება, წაღამოკითხულობდი რომ ერთი კარგად ვიცით რომ ურსას კონცერტი გაუქმდა გერმანიაში, ამერიკაში რატი დორგლიშვილის კონცერტი გაუქმდა და ახლა ნიკა არაბიცის და გულიაშვილის კონცერტია დაგეგმილი ათენში თუ სალონიკში და დარწმუნებული ვარ იქაც გაუქმდება, იმიტომ რომ უდიდესი გამოხმაურებაა. საზოგადოება მოწოდებული არის ცვლილებებისკენ და ეს ყველაფერი რა თქმა უნდა იფეთქებს. არსად არ ხრება ის ზიზღი, რა ზიზღიც ამ ხელისუფლებამ ამ საზოგადოებაში დაამკვიდრა მათ საწინააღმდეგოდ რა თქმა უნდა. ძალადობა არის, უკანონო დაპატიმრებებია, ისე უკანონო სასამართლოები მიმდინარეობს, სადაც სრულ მოწმეები გვიმტკიცებენ რომ თურმე აქ ვიღაცები ტერორისტები არიან და საზოგადოება ელოდება იმ მომენტს, როდესაც გამოვლენ ქუჩაში და ამ ხელისუფლებას დაუსვამენ ბოლო წერტილს. და აი წინა დღეებშიც მაგალითად გუშინ წინ იყო კიდევ ძალიან ბევრი ხალხი გამოვიდა. ანუ ეს პროტესტი რომ ეგონა საზოგადოებას კი არა და ეგრეთ წოდებულ ხელისუფლებას რომ თურმე ჯერ კიდევ ამბობდნენ რომ ახალ წლამდე ვერ გაძლებს ეს, მე ამბობდნენ რომ ძველით ახალ წლამდე ვერ გაძლებს, მე აღდგომამდე და მოკლედ დღესასწაულებამდე აქვს ამათ იმედები რომ თურმე ხალხი წავა სოფლებში და მე იქ რავი ჰაერს გამოიცვლიან და всё მორჩება. ესე არ არის და ყოველდღიურად ვხედავთ და ზუსტად ეს აგიჟებთ ამათ რომ ვერ გატეხეს ეს რუსთაველზე არსებული მუხტი, ვერ გატეხეს ეს საზოგადოება მიუხედავად დაჭერებისა, ჯარიმებისა. ამ ჯარიმებმაც არ იმუშავა და თვითონ მიაღიარეს. დაჭერებმაც არ იმუშავა. ანუ ეს ხალხი პრინციპულად, გააზრებულად მიდიოდნენ ციხეზე. და ალბათ რავი გაიაზრეს რომ როგორც ინდოეთში იყო განდის მაგალითი რომ ყველა ციხეში მიდიოდა თავისი ნებით და შემდეგ უკვე სისტემა აი ასე მოანგრიეს, ამასაც მიხვდნენ და მეტროებიდან ამოყავთ პატრულის თანამშრომლები. ეხლა მეტროთ ვიმგზავრობთ ოცნების წევრებისგან განსხვავებით და ჩვენ პირადი მძღოლები არ გვყავს და ხედავთ მეტროში ყოველდღიურად მაგალითად დიდუბის სადგურში რომელი პოლიციელები დგანან. და ვიცნობ უკვე ამ ადამიანებს და აქციაზე ვხედავ საღამოს. ანუ დამატებაზე მოყავთ, აღარ ყოფნით. გაუსაძლესია უკვე პოლიციელებისთვისაც ის, რასაც ისინი ავალებენ. და ეს ყველაფერი საერთო ჯამში ქმნის იმის იმედს, რომ რა თქმა უნდა საჭირო დროს, საჭირო ადგილზე
საჭიროებისამებრ იმოქმედებენ ეს ადამიანები, ეს გამწარებული ადამიანები, რომლებიც ყველაზე მთავარი რაც შეიძლება ადამიანს ჰქონდეს, ეს არის თავისუფალი ნება და რა თქმა უნდა თავისუფლად საკუთარი აზრების გამოხატვის საშუალება და ეს ამას როდესაც გართმევს შენ ხელისუფლება რა თქმა უნდა წინააღმდეგობაში იბადება წმინდა ეროვნული მოძრაობა და აი ამ ეროვნულ მოძრაობაშია ჩართული დღეს თითოეული ჩვენთაგანი რასაც ლოგიკური შედეგი ექნება და ეს ლოგიკური შედეგი იქნება ქართული ოცნებისთვის იმაზე მწარე ვიდრე წინა ხელისუფლებებმა გამოიარეს და აგერ ვნახოთ ერთი ვისი აჯობებს ასე ეგონათ წინა ხელისუფლების წარმომადგენლებსაც რომ მუდამ ისინი იქნებოდნენ ხელისუფლებაში მაგრამ ესენი კი არა ისეთი დიქტატორები ვნახეთ ჩვენ ისტორიულად განადგურებული და საკუთარი თავები თვითონვე ჩამოიკიდეს აღჭობელაზე რომ კობახიძეს ნუ ეგონება რომ თვითონ არის ახლა მუსოლინზე ჰიტლერზე და კიდე სხვა დანარჩენ დიქტატორებზე მაგარი დიქტატორი რა